მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. შემოვედი ახალი წლის მოსალოცად, გილოცავთ ყველას 2026 წელს. რა თქმა უნდა, ჯანმრთელები უნდა ვიყოთ, ბედნიერები, გახარებულები და ასე შემდეგ, ყველაფერი ბარაკა, დოვლათი. ჩემო კარგებო, ეხლა რა შეა საქმე? ჩვენ კი გქონდა ახალი წელი, ვიბედნიერეთ ასე შემდეგ, ხო? ამ ბედნიერებაში ენერგიებიც დავხარჯეთ. გამზადება, მომზადება, ვინ რა გააკეთა, ხო? აი უკვე ენერგეტიკები იგრძნობა, რომ დაბინძურებული გაქვთ. აქ იქნება სრული ენერგიული ჩაწმენდა, ჩემინდა თქვენი სხეულის ენერგეტიკის გაწმენდა. და ჩვენ კი გვეგონა რომ ახალი წელი იყო ჩვენთვის, მაგრამ მტერს არ ძინავს, როგორც ყოველთვის და ისეთი დეკემბრის და იანვრის დასაწყისი ისეთი დღეები იყო მაგიური, რომ რა თქმა უნდა, ბოროტი ხალხი თქვენს ნეგატივში გამოიყენებდა ამ ძალებს, ხო? ან განახლება მიმდინარეობს, აი უკვე მახჩობენ, განახლება მიმდინარეობდა ამ ჯადოების და გუშინ ღამე კიდე, ანუ ესეთი მთვარეა, რომ არ მინდა დავწვრილმანდე მგლის მთვარეს ეძახიან და მოდით, აბა მე ასე ვთქვათ, ახალი ენერგიებით მე მართლა დავისვენე, მე საჭიროებოდა ახალი ენერგიებით გავიწმინდოთ, ხო? გავიწმინდოთ და თან რა თქმა უნდა, ბუმერანგით გავუშვებთ თვითონ მაღალი ძალები, ნათელი ძალები გაუშვებენ ყველაფერს, რაც საჭიროა და სადაც საჭიროა. აქ არის რამოდენიმე მარილი, წყალი დატვირთული, ჩაყრილი, რაც საჭიროა ენერგიებისთვის და ჩვენი გაწმენდისთვის. აქ შვილებიც შედის, შვილიშვილებიც შედის 7 წლიდან ზემოთ. მე ახლა რიტუალს თქვენთან გახსნილად ვატარებ, ვაცხადებ. წუთი, ეს ვეძებდი და სადგადა ხო, წმინდა ნიკოლოზი მყავს მოხმობილი, აქ არის საეკლესიო ზეთები, რომელსაც მე წლებია მაქვს და ვხმარობ სახლში და არა მარტო სახლში, რიტუალებში, მაგრამ ხშირად არ ვამბობ ხოლმე. მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, თქვენი სახელი და ცალკე თქვენი ვისაც გაწმინდავთ. ცალკე უნდა გაწმინდოთ, მეორედ უნდა ჩართოთ. ჩემი ვარემ ვიტყვი, რომ რიტუალების გადმოქაჩვა, გადაწერა არ შეიძლება, ძალიან დასჯადია ჩემი ძალებისგანაც და უფლისაგანაც. მხოლოდ და მხოლოდ ჩემ არხზე უნდა შეხვიდეთ და იქიდან უყუროთ ჩემს რიტუალებს, ნებისმიერ რამდენჯერაც გესაჭიროებათ და ვიზეც გესაჭიროებათ. მოდი მე ახლა ვიტყვი, ამავჩვენ რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყო სახელი შენი მოვეცი სფერო შენი გონება შენი ვითარცა ცათაშინა ეკეცა ქვეყანაცაზე პური ჩვენი არსობის სამომი ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანამდებნი ჩვენი ვითარცა ჩვენი თანამდებთანა ჩვენთან და შემეყვანებ ჩვენ განსაცდელს არამედ მიხსა ჩვენ ბოროტისაგანაც და მარადის დავუკვირდით ჩვენ კომისამდე. ამინ. ნახოთ აბა ეხლა აი უყურეთ უკვე თავშივე გაშავ და ოპა ხედავთ რეებია გაკეთებული განახლებულია აქ რაღაცეები ფულებზე თქვენი ფულებზე კრატნიკებია გაკეთებული განახლებულიც გაკეთება სხვა არის განახლება სხვა არის მეგობრებო ნახოთ სანთელი რას გვეტყვის როგორ იმუშავებს თქვენ უყურეთ ცეცხლს უყურეთ თვალი, შური,
კი, აქ ოჯახზეა გაკეთებული, სტუმრები რომ მოვიდნენ, გაგთვალეს, გამოგთვალეს. შეიძლება კი, აი ნახეთ, ცეცხლს დააკვირდით ჩემს სიტყვებზე როგორ ხუნაობს, ნახეთ. თვალი შური, გაგთვალეს, გამოგთვალეს, შეიძლება თქვენ გიღიმოდნენ, აჰა, წამოვიდა პორჩას იშავე, გიღიმოდნენ, მაგრამ ესე იგი, ოხო, ძალიან ალს უშვებს, ალს. მაგრამ თქვენზე ძალიან მაინც არ უხაროდათ თქვენი ბედნიერება, თქვენი სიკეთე, თქვენი სიუხვე, სუფრაზე რა გედოთ, ოხო, რაც კაპაწკუპი გაზდის და შავია სანთელი უყურეთ, შავი ცრემლებით ტირის და აქ მართლა თვალი ამოდის, მინდა გითხრათ, გოგოებო, ბიჭებო. ვიღაცამ კაუჭი გამოგდოთ, კაუჭი, ესე იგი, იმ თვალყურის ქვეშ ხართ, თქვენ რო გონიათ, რომ არ არის ასე ბევრს, როგორ არ არის, აი სანთელი ამბობს, რომ არის ნამდვილად. ვიღაცას, ესე იგი, გითვალთვალებენ, თვალთვალი მიმდინარე, ნახეთ ცეცხლს რა ემართება ხალხო. თვალთვალი მიმდინარეობს თქვენზე, გველი ყავდათ სტუმრად, გველი ყავდათ სტუმრად. აქ ნათესაური წყარო წამოვიდა, ნათესაური, გველი გამიზდიხარ უბეშიო, ხო იცით, ესეთი გამონათქვამი, რატომღაც მომაწოდეს ესეთი სიტყვა. ნახეთ სანთელი გაგიჟდა სანთელი, აქ ეხლა რახანთ სისხლით ნათესავები დამიფიქსირეს, მოდი მე გავწმინდავ იმათ თქვენი სისხლით ნათესავებს, დებს, ძმებს, დიშვილებს, ძმიშვილებს, დეიდაშვილებს, ბიძაშვილებს, მამიდაშვილებს, მიხვდით ხო? თქვენ შვილებზე ვიზეც თვალია, ნახეთ კაუჭი, ესე იგი, რანაირად არ ვატრიალე სანთელი, კაუჭი დღეს არ და სუშიშავე წამოვიდა, არ შორდება კაუჭი. თქვენს ნაკვალებზე არის, ესე იგი, რაღაცა გაკეთებული. არის თქვენ კვალზე, კვალი სხვა არის, ბევრს ეშლება და არის ნაკვალებზე, ანუ ნაფეხურებზე არის გაკეთებული კიდე დაყრილი, აი ნამდვილად უყურეთ და ხესთან არის ეს დაყრილი ხის ძირში, თქვენს კორპუსში თუ ხართ, კორპუსთან არის რაღაცა ხეები, შეიძლება პარკივით იყოს იქ, შეიძლება სკამებთან იყოს. კი, თუ კერძო სახლებში ცხოვრობთ, ხო, ნახეთ, ნამდვილად არის იქ პატკლადებია, კარგად დაყრილია რაღაცეები, რომ თქვენ ფეხი დააბიჯოთ, ნახეთ, სანთელი გაგიჟდა, რომ ფეხი დააბიჯოთ, აი, ოპა, ახალი პატკლატებია, ახალი დადებულია, ხალხნო, სანთელი გაგიჟდა, ნახეთ, როგორ შავად ტირის უყურეთ, თქვენ თვალწინ და ფითილი, ესე იგი, ნახეთ, ნახეთ, რა სიშავე წამოვიდა, კარგ დროს შემოვედი, კარგ დროს. მე დღეს დასვენება მქონდა, მაგრამ შემოვედი, ძალებმა ამაყენეს ადიქი, ნინია, გეყოფათ დასვენებაო, ქალაქ გარეთ ვიყავი და ისე გავიჭედე, მადლობა ღმერთს, რომ ჩამოვედი. ნუ, თქვენი სისხლით ნათესავებისგან არის ეს გაკეთებული, მოტანილია, სახლშიც არის შემოტანილი, აქ კუთხეებს მიჩვენებენ, ხედავთ, გველი, ხედავთ, გველი, ოპა, როგორი გველია, ნახეთ ხალხნო, სანთელი გაგიჟდა სანთელი. კარგით, ოპა, ნახეთ. ოპა, ეს არის თქვენზე წყევლა, კრულვა, აი ეს წყევლები სულ ეხა მოგცილდება, ვინც მოგვაწყევლა, ვინც დაგვწყევლა, აქ არის კვანძები, თოკებზე გაკეთებული, ძაფებზე გაკეთებული რაღაცეები, აქ არის განახლებული წყევლები, შავი ლოცვებია წაკითხული, ნახეთ, კაუჭი ხალხნო, ხედავთ, კაუჭი.
ესე იგი ძალიან გათვალიერებთ ვიღაცა აქ ძალიან პირდაპირ ჩასაფრებულია როგორ ცხოვრობთ როგორ გაატარეთ ახალი წელი მოკვდი თუ გადარჩი ჯადოები რო გაგიკეთე ხა აინტერესებთ მაგრამ გადავრჩით ხალხო თქვენ მოკვდით ჩვენო მტრებო ამინ კი ნამდვილად ამაზეა აქ სიკვდილზეა სასაფლაოზეა განახლებული ხო რა განახლებები მიდის სარკისებური განახლებები სარკის პორტალი მთვარეს მოვიხმობ ხო რა ისროლა ნამდვილად მთვარეზე აქ აი გაკეთებულია განახლებულია ხო წამოვიდა და წამოვიდა მეგობრებო რასიშავე წამოვიდა საიდანაც მოვიდა იქ წავიდეს ჩემგან და თქვენგან ხსნი ჩემო კეთილსინდისიერო გამომწერებო და უკან ვუშვებ გასმაგებული უკუსვლით ბუმერანგით უკან ვუშვებ მტერზე ფლობელზე ვინც შეგიკვეთათ ვინც და ვინც გააკეთა იმაზეც კი ესეც გადაამუშავა მოდით ახლა მე ამას დანაზე ავჭრი ესე ავჭრი დანაზე და მერე დავიწყებ უკვე ეს ახლა რაც გაკეთებულია ისინი ჩამოდის და განახლებული და თან ვიწმინდებით მაგრამ ენერგეტიკულ წმენდას მერე შევუშვებ მე ვიცოდი რომ ესე მოხდებოდა გრძნობდი აბა კიდე რას გვიჩვენებს სანთელი უფალი ანგელოზები აქ იცით რა არის ბუშტების კდება ისეთი შური და ისეთი ღვარძლია ისევ რომ აი სკდებიან აი ესე სკდებიან შურით და იმით ღვარძლით რა სკდებიან სიბოროტისგან რომ ამდენი ფული დავხარჯეთო ჩვენო შენს გაფუჭებაზეო ეხა ხო ერთი მიყურებ და როგორ არაფერი არ მოგდისო აქ არის წრიული პორჩა წრიული ჯადო ნეგატივი განახლებული და ახალიც არის გაკეთებული უყურე განახლებაც არის და ახალიც არის გაკეთებული კი აქ სარკე დამიფიქსირდა და პირდაპირ სავსე მთვარე დამიფიქსირდა აქ შავი მთვარე დღევანდელი მგლის მთვარეც ეს ყველაფერი ნახეთ როგორ არის იცით ავადმყოფობაა გადმოგდებული სუშნასწები ლარვები პროგრამები დისტრუქციული პროგრამები ხა ეს ყველაფერი იხსნება ჩემგან და თქვენგან და მე და თქვენ თავისუფლდებით გადმოგდებული სხვისი ავადმყოფობებისგან აქ ზოგს წამოხველება დაეწყო რომელიც საერთოდ არ გახასიათებთ ეს ნიშნავს რომ არის სხვისი ნეგატივი თქვენზე გადმოგდებული ნამდვილად აქ ვიღაცის დგომაც კი შეგეცვალათ ესე იგი იმის დგომა აი ხო ყველა ადამიანს ახასიათებს დგომის წესი ხო ნახეთ სანთელი რა ტყეშია აი დგომაც კი გადმოგკიდათ თქვენ თვითონ თავისი ეს ნეგატივი ყველაფერი აქ არის გაკეთებული внешность შეხედულებაზე აქ არის ნაკრასატუ ესე იგი სილამაზეზე კანზე კი აი ისევ გველი უყურეთ გველი ნახეთ როგორი სიშავეა და ეს კაუჭი აქ იცი რას მეუნებიან რომ ნეგატივი გაქვთ შემოშვებული თვით უნებურად შეიძლება იცოდით ან არ იცოდით კონტაქტში შეხვედით SMS-ითაც შეიძლება ტელეფონითაც ნუ თუ თქვენთან უკვე მოვიდა სახლში ხო საერთოდ აქ უკან ნეგატივი გაქვთ შემოშვებული სასწრაფოდ გაიწმინდეთ სხვისი დაავადებების და ავადმყოფობების გაწმენდა მაქვს მე მანდ ლოცვით და გაიწმინდეთ აუცილებლად გოგოებო ბიჭებო
აუცილებლად გაიწმინდეთ. აქ შაბაშები კეთდება. საერთოდ ძლიერი პროფესიონალ ადამიანს, ვისაც მართლა ეს ძალა აქვს, ჩემი ჩათვლით, შაბაშზე არასოდეს არ დათანხმდება. ესენი შაბაშს ატარებენ, რომ ვეღარ დოლბят, კლავენ და რო ვეღარ მოგერივნენ, ხო ხდებით და მე სხვა ძალებს და სხვა მოქმედებებს მიმართავენ ხოლმე. მიხვდით ხო ეს ბოროტი მტრები, ჩვენი მტრები. აქ ესეც არის გაკეთებული. მე არასოდეს არ მჭირდება, ბევრმა შემომთავაზა შაბაში, მაგრამ მე ყოველთვის უარს ვიცახი, იმიტომ რომ ნამდვილად არ მესაჭირეობა მე სხვისი ძალები, ჩემი ძალები საწავიღო, ის არ ვიცი, იმდენი მაქვს მადლობა უფალო და უყურეთ. აი, საშინელებები ამოვიდა. ოპა. ნახეთ რეებია, ხედავთ. აი ეს აიკიდეთ. სულ კვანძები. აი, ნახეთ. საშინელებებია. კარგით, ეხლა დავიწყოთ ენერგეტიკული წმენდა, მეგობრებო. ცოტა ყელზე მომეშვა. ენერგეტიკული წმენდა დავიწყოთ. ეხლა დავიწყებ პირველი ჩაკრიდან მოლათხარა. გამარჯობათ. აქ არის პირველ ჩაკრაზე სერიოზული ბლოკები, სერიოზული ხშირი ნამუშევრები. დღესაც კი ამ წუთასაც მეუნებიან რომ მუშაობენ, რომ თქვენი ფინანსური არხი ჩაკეტონ კი არა, საერთოდ რომ გააქრონ. აქ მუშაობენ, რომ გამრავლება, განაყოფიერება არ მოხდეს ქალებში და კაცებში. აქ არის პრივაროტები, არის სასიყვარულო პრივაროტებიც და არის არასასიყვარულო პრივაროტებიც, ჩაკეტვები, ბლოკები, პეჩატები. გავიწმინდოთ პირველი ჩაკრა, გავიწმინდოთ ენერგეტიკული წმენდა. გავიწმინდოთ ენერგეტიკული წმენდა. მამაკაცებშიც გავიწმინდოთ ენერგეტიკული წმენდა. მამაკაცებზე წამოიღო სიშავე, წამოიღო. კი, მარჯვენა საკვერცხელზე გირტყავენ, ან გაწუხებთ, ან ოპერაციებს მეუბნებიან, აქ პირდაპირ იციან სად უნდა დაგარტყან. აქ არის შური, აქ არის ნახეთ როგორ სიშავე წამოვიდა, კარგია. აქ არის შური, რომ აი ჩემთან რო არ ახარ და სხვასთან მაშინ შენ არ გაიხარო. პირველი ჩაკრა გავწმინდოთ ენერგეტიკულად, გაიწმინდოს ქალებშიც და კაცებშიც. განაყოფიერება, შობადობა, ფული, ენერგეტიკა, ენერგოვამპირული შემოძრომები, არხები, კანალები, მიწებებები, გადაზიდოები. აი ეს ყველაფერი გავწმინდე. ეხლა გადავდივარ მეორე ჩაკრაზე გადავდივარ. სათხისტანა მეორე ჩაკრაზე აქ გველია. აქ მეორე ჩაკრაზე ხა თევზი ამოვიდა. სარკეებით არის ნამუშევარი. აქ არის მგზავრობები, გზების შეწყვეტები. აქ არის იგივე განაყოფიერება კაცებშიც და ქალებშიც. აქ არის თვით დაჯერებულობის მოპარვა, შესაძლებლობები, იდეები. კი, ნახეთ, შესაძლებლობები, იდეები. აქ არის კვანძები გაკეთებული. კი, აი კვანძებია გაკეთებული მეორე ჩაკრაზე, ქალებშიც და კაცებშიც. გირტყავენ და გირტყავენ, მოკლედ და ნახეთ რომ ნახეთ რეები იქნა. ამ ყველაფერს მეორე ჩაკრას ქალებში საკვერცხეებს ვასუფთავებ.
ამო მაქვს ნეგატივი, რაც დღემდე გაკეთებულა. მეორე ჩაკრა, რომ გზები გაიხსნას, ჩვენი გზები, ყოველდღიურიც და გრძელი გზებიც, რომელიც ჩაკეტილია, კარებებია გამოხურული, რომ ბედნიერები არ იყოთ, შეხედეთ რამ ხელა გველია ხალხნო, შეხედეთ, რომ ბედნიერები არ იყოთ, ჯანმრთელობა, იმუნიტეტი და ჩაქვრა, ხედავთ, მეორე ჩაკრაზე ჩაქვრა. ჯანმრთელობა, იმუნიტეტი, მეორე ჩაკრას ვათხისტანა. წმინდავ, ეხა კაცებს უწმინდავ, ამოვწმინდავ, კაცების ძალას, პოტენციას, ფულის არხებს ვხსნი, მეორე ჩაკრა, ფულის არხებს ვხსნი, გზები, ჯანმრთელობა, აი ეს ჩხვლეტები, ქალებშიც და კაცებშიც კუკლა ვუდუზე თუ რამეა გაკეთებული ჩხვლეტებით, ციგანკური მახათებით, ისე მახათებით, ბულავკებით, ლურსმების თუა ჩაჭედებული, აი ლურსმებია ჩაჭედებული, ნახეთ, ასევე ვოლტი თუა შექმნილი ჩემზე, თქვენზე, წმინდავ მეორე ჩაკრას ენერგეტიკულად, ვოლტიც არის შექმნილი, ჩვენს ფოტოზე თუ ვინმე აკეთებს, დღემდე მუშაობს და ჩხვლეტებს ახორციელებს ენერგეტიკულ დონეზე, ეფირულ დონეზე, ასტრალურ დონეზე. იცით რა ხმა აქვს ანთელს? აეგეთია, კოცონი აქვთ, დანთებული კოცონი. ეხა ეს კოცონი, მე და თქვენ რო ვიწმინდებით, უკან შეენთებათ, უკან წეს სანთელი მუტყვილ არ მუშაობს, უკან წაეკიდებათ, მიხვდით ხო? ეხა მესამე ჩაკრა, სასიცოცხლო ჩაკრა, სოლნიჩნაია სპლიცენია. აქ დიდი ხანია გირტყავენ მესამე ჩაკრაზე, მაქვს და გაიწმინდეთ, რომ სუნთქვა გეკორებათ, წმინდავ მესამე ჩაკრას, სასიცოცხლო ჩაკრას, მზის წნულს, წმინდავ ნეგატივისგან, ქალებშიც და კაცებშიც, წმინდავ, რომ ჩვენი აზრით ვისაუბროთ, ჩვენი აზრი მოპარულია, კრადნიკებია, სასიცოცხლო ენერგიას, არის რომ მაგიურ ენერგიას იპარავენ ძალებს, არის რომ სასიცოცხლო ძალებს გპარავენ, რომელიც ორივე მოპარულია, მაგრამ უფრო სასიცოცხლო ძალებს გპარავენ. მიხვდით ხო? სანთელი გაგიჟდა, ეხა მოგეშვებათ ამ რიტუალზეც უკვე და რიტუალის მერეც. წმინდავ მესამე ჩაკრას, სასიცოცხლო მზის წნულს, რომელიც პირდაპირ ყელის ჩაკრასთან არის დაკავშირებული, რომ განვითარება არ მოხდეს ჩვენი ნახეთ, იზოლაციაში რომ უნდათ რომ ვიყოთ მტრებს, ხო? ეხლა ეს ენერგეტიკული წმენდა ამოვწმინდე, იწმინდება მესამე ჩაკრა, ნახეთ სანთელი რა დღესია ხალხნო, იწმინდება და ნეგატივი უკან ბუმერანგივით უბრუნდება, გამომშვებს, უბრუნდება. რაცა ვერ დაამთავრა, გაიწმინდოს მესამე ჩაკრა, სასიცოცხლო ჩაკრა, ფული, ენერგიები, ჩვენი ძალები და ენერგიები დავიბრუნოთ ჩვენ. ნახეთ, არ უნდა სხლტება, არა და დანაცხელი არ არის, არა სხლტება, ხედავთ? ნახეთ როგორი რკალებია, გაშავებული და გამოშავებული. ანახატა გადავედი გულის, ხედავთ, მეორე ჩაკრაზე და ანახატაზე ჩაქვრა. ანახატა გულის ჩაკრავ, წმინდავ,
ენერგეტიკული წმენდა. აქ არის პორჩა, გულზე თვითონ ჩაკეტვა, აქ დიდი ბლოკებია, აქ არის კარგად ნამუშევარი, გაციება, გასხვისება, უგუნურობა, რომ გონია, რომ არ გინდა, არ გცალია ვინმე შეიყვარო, ან სიყვარულისთვის არ გცალია, ან არ გამოგდის, ან უადგილო ადგილას, რომ იქ არ არის საჩხუბარი და რომ ჩხუბობ, ან გეჩხუბებიან, მიხვდით ხო? გაციება, მთლიანი გაციება, ადამიანის ორგანოსი, ანახატა, მეოთხე ჩაკრა, წმინდა, ხსნი ბლოკებს ჩაკრადან, პორჩას ხსნი, ჯადოს ხსნი, დაპეჩატებულს, აი ამ პეჩატებს ხსნი, კოდებს ხსნი, მაგიურ კოდებს ხსნი, ამ ლავუშკა ქვია, აი ცბიერებას, მანიპულაციას, აი ამ ლავუშკას ხსნი, რომ ადამიანი რო გაიწმინდო და მგონია რომ იწმინდები, ან შედეგი არ აქვს, ხო? აი ლავუშკა, ცბიერებაა დაყენებული, რომ მაგები, კალდუნიები, ჯადოქრები, შავი მაგები ესე აყენებენ, რომ ვერ გაიწმინდოთ თქვენი გული, რო არ ამუშავდეს. აქ ბევრს გულის საჩქარებები აქვს, ან საერთოდ აღარ გრძნობს გულს, მუცელში ურტყავს და საკვერცხეები გონია, მაგრამ ეს მიდის გულიდან, წმინდავ გულის ჩაკრას, მთლიანად წმინდავ, ამოიწმინდა ენერგეტიკულად, თეთრი ძალების დახმარებით, ჩემი ძალების დახმარებით. ხმა გესმით? რა იყო ანახატაზე? ხედავთ, რები ხდება? გასაგებია, ეხა გავიწმინდოთ მეხუთე ჩაკრა, ყელის ჩაკრა გავიწმინდოთ, ხმის ლოტოსი ნეგატივისგან, მეხუთე ჩაკრა, ყელის ჩაკრა. აქ პირდაპირ გადაკეტვაა ხალხნო, აქ ჩაკეტვა კი აღარ არის, აქ არის გადაკეტვა, მიხვდით? გადაკეტვაა ჩაკრასი. ნახეთ, სანთელს რა ჭირს, ხედავთ? ხმა გესმით? ეგეთი ხმა, ნახეთ. მეხუთე ჩაკრა, ყელის ჩაკრა, ხმის ლოტოსი. ესე იგი, იმდენად ღრმად არის ეს ნეგატივი თქვენში, ყოველდღე გიკეტავენ თითქმის, ყოველდღე ვინც ხშირად მღერის, ვინც ხელოვნებას ეწევა, ვინც მაგიის სფეროშია, ვინც ორატორობს, ვინც ლექციებზეა, ვინც ფსიქოლოგია, ვინც სახლში სჭირდება ბავშვებთან ხშირი საუბარი, მიხვდით ხო? ნახეთ როგორ არის. რომ რეალიზაცია ვერ მოვახდინოთ ჩვენი იდეების, ვერ განვახორციელოთ, ესე იგი ჩვენი საქმეები, მიხვდით ხო? რომ ვერ გადმოვცეთ ისე ხალხმა, რომ ვერ მოგვისმინოს და აღარ მოგისმინონ, მიხვდით ხო? და სხვისი ფასადი უფრო მოეწონოთ, ნებისმიერი ფასადური შეხედულება, თუნდაც ტაროზე, თუნდაც გარეთ სამსახურში, უფროსებთან, კოლეგებთან, თანამშრომლებთან, მიხვდით ხო? ვაჭრობაში, რომ კლიენტურა დაკარგოთ, აი ეს ყველაფერია ჩადებული, აი წამოიღო და მეც მეწმინდება ყელის ჩაკრა. თქვენთან ერთად ნახეთ, აი დაარტყა, შურია აქ, შური თქვენს შესაძლებლობებზე, თქვენს მუშაობაზე, თქვენს ფინანსებზეც კი, იმიტომ რომ ლაპარაკობ ხო, მე დადიხარ და ფულს შოულობ ხო, ფულს. პირდაპირ გადაკეტილია, წყევლებია, ძალიან ბევრი წყევლებია, ახალი წყევლებია, დღემდე რაც იყო ყველაფერს წმინდავ, ყელის ჩაკრას,
ამოვწმინდავ, აქ მეზობლებიც ფიქსირდება, მეზობლებმაც ოხო რა გაგჭორეს და რა გაგლანძღეს, აქ ჩხუბი და კამათიც არის მოსული, სანთელი რა დღეშია, ნახეთ. ესე იგი სანთელი მიდის, ცეცხლი მიდის ალი, რო არ გადაამუშაოს, მიხვდით ხო? ეხლა აქ უკან არა მარტო თეთრი ძალები მიდგანან, აქ ბოროტის უშნასწებიც დგანან, ვინც ეს გააკეთა, რომ არ გაგწმინდოთ და მეც არ გავიწმინდო. ნახეთ, ხალხნო, ერთი პატარა ფითილი და რამხელა ცეცხლია, ხედავთ, რები ხდება, უყურეთ. ხმა გესმით? ხედავთ? ნახეთ, რები ხდება, წმინდავ ყელის ჩაკრა, წმინდავ ჯადოს ხსნის, შავ ნეგატივს, წყევლებს, შავი წიგნიდან წაკითხულ წყევლებს, ჩაკეტვებს, ბლოკებს, წინააღმდეგობებს, რო კარგად ვილაპარაკოთ, ვიმღეროთ, ვიცინოთ, ვიხალისოთ და ამ ყველაფერ ნეგატივს უკან გამკეთებელს, შემქმნელს, იდეოლოგს და გამომშვებს და შემკვეთს ვუგზავნი. ნახეთ, მაინც გაუჭია, ვუგზავნი. გასაგებია. მე ცოტა არ იყოს აქ შემაქანა. ეხლა გადავედით მეხუთე ჩაკრაზე, მეექვსე ჩაკრაზე. აჯნა თვალის ჩაკრა, მესამე თვალი. კი, აქ ბევრ წმენდები გაქვთ გაკეთებული ჩანს, მაგრამ მაინც გასაწმენდი ხართ. აი, ახლა გავწმინდოთ ენერგეტიკული წმენდა ჩაკრების, აჯნა, მესამე თვალი. ადრე ხო სუადრე ჩვენი წინაპრები მესამე თვალის საშუალებით ტელეპათიურად ლაპარაკობდნენ, სად იყო მაშინ ენის ბარიერი, ხო? და იცოდნენ, როდის როგორი ამინდი იყო, როდის რა უნდა ეჭამათ, როდის დაღამდებოდა, როდის გათენდებოდა, როგორი ამინდი იქნებოდა და ასე შემდეგ. ნახეთ, ცეცხლი გარბის, ისევ გარბის, უყურეთ, გარბის, აჯნა, მესამე თვალი. აქ ვინც ტაროლოგებია, დამწყებები, აქ ვინც ესე იგი იგივე აქვს, რა ქვია, ინტუიცია აქვს გაძლიერებული და უბრალოდ ადამიანური და მერე ჩაეკეტა და სიზმრები აქ სიზმარში ძილში მუშაობენ, აქ არის ღამე მაგიური დარტყმები მიყენებული ჩემზეც და თქვენზეც და აი ამ მესამე თვალს მე ახლა კიდე გავიმეორებ, წინა რიტუალში ვთქვი, წარმოიდგინეთ, რომ გაკერილი გაქვთ ეს მესამე თვალი, ძაფებით დაიჭირეთ მაკრატელი ხელში და ვისაც ვიზუალიზაცია შეგიძლიათ, ვისაც არა, მე გაგიხსნით და აი ამ მაკრატლით ახლა ვჭრით აი ამ ძაფებს, ვჭრით მესამე თვალიდან და ვხსნით აი ამ მესამე თვალს, ვხსნით მესამე თვალს. აქ თავის ტკივილები მიდის, ყურის ტკივილები, ყბებში არის გადაცემა, კრიჭა, ენის დაბმა, ცხვირიც აქ არის, კი, ცხვირიც. კარგად გაიწმინდა. ეხლა გავწმინდავ ბუშტები, ხედავთ, ბუშტებია ხალხო, ნახეთ, ბუშტებია. ეხლა გავწმინდავ ყიფლი ბანდი, უფალთან წვდომა, მეშვიდე ჩაკრა. ხედავთ, რომც არ ვილაპარაკო? აქ ბევრს გაქვთ უფალთან წვდომა ჩაკეტილი, წინაპრებთანაც დაბლაც და უფალთანაც წვდომაა ჩაკეტილი. ნახეთ რა დღეშია სანთელი. გავწმინდოთ ყიფლი ბანდი, მეშვიდე ჩაკრა,
თავი გავწმინდოთ, თავი, აი ზედა მხარე, ქუც რო იფარებთ, აი ეგ მხარე კეპკეპს რო იფარებენ მამაკაცები, აი ეს გავწმინდოთ, ეხა იგრძნობთ შუბლზეც და შეიძლება თავრუსხვევაც გქონდეთ. გავწმინდოთ მე-7 ჩაკრა, ყიფლი, ბანდი, უფალთან წვდომა რო გქონდეს, რომ ჩვენი თხოვნები, შეთხოვნები, ლოცვები, რიტუალებს რო უყურებთ და რო იმუშაოს წვდომა, რო გაიგოს თქვენი შეთხოვნა, თხოვნა, რო დაგეხმაროთ, რო დაგვეხმაროს, ხო? რომ მტერმა ვერ გვაჯობოს. წმინდავ ენერგეტიკულად, წმინდავ მე-7 ჩაკრას. ოხოხო, ნახეთ რეები ხდება ხალხო. ეხლა მე ჩემსა და თქვენს აურას აი ესე შემოული, გავწმინდავ შავი ნეგატივისგან, აქ ღრმა ნეგატივს წმინდავ მე ახლა. ესე მიჩვენა ღრმა ნეგატივი უნდა მოვწმინდო. აი ესე. გავწმინდოთ ღრმა ნეგატივი, თავბრუ დაგეხვევათ, გულისრევის შეგრძნება გექნებათ. ზოგს და არ შეგეშინდეთ. შეიძლება შეგაქანოთ. აი ესე გავწმინდოთ. აჰა. ეხლა მარჯვნივ წამოვიღებ, მარჯვნივ ჩვენს ენერგეტიკას, აურას შევივსოთ. ენერგიებს შევიყვან ენერგიებს, შემყავს ენერგიები, ეხლა უკვე ჩაგიწყნარდათ. კარგით, ეხლა გავწმინდოთ თავი მთლიანად. მეგობრებო. თავი გავწმინდოთ მთლიანად, თავი ყიფლი ბანდი, ზემოთ აი ესე ზემოთ კიდე გავწმინდოთ. აი ესე გავწმინდოთ, აი ესე. ესე გამოვდივარ. მარცხენა ყური, მარჯვენა ყური. ნუ ეხლა ცუდ რაღაცებსაც ხომ გაიგებდით, ნეგატივი თქვა თქვენზე, შეიძლება ტელეფონით ვახსენეთ თავში, ხო, მარჯვენა ყურზე აქ სუშნას გიზით დარაჯი, აქ არის ესეთი პორჩა, ზაუშნიცა, როგორ არის, ყურს მოდებული, ყურს უკან რა, ყური რო უჭირავს, კი, აი ამოიწმინდა. აქ არის კიდე თვალებთან, აი ესე თვალებთან გავწმინდოთ, ცხვირთან, ნახეთ ცხვირთან, მესამე თვალი და ცხვირი, სუნთქვა, სასუნთქი ორგანოები, სისხლძარღვები, თავში ავდივარ ისევ და სისხლძარღვებს გავწმინდავ. ნახეთ სანთელი რა დღეშია ხალხო, არ მაცდის, სისხლძარღვებს გავწმინდავ თავში, არ აწვეთებს, ესე იგი გარბის, ნახეთ, გარბის. სისხლძარღვები, შეიძლება ძილი მოგერიოთ ახლა, ან ჭიანჭველები ვისავით, რომ აი გაირბინოს რაღაცა. გავწმინდოთ სისხლძარღვები, ამას მოვა. ნახეთ როგორ გაშავდა სანთელი, ხედავთ. სისხლძარღვები, მეგობრებო, გავწმინდოთ. ჩვენი სისხლძარღვები, პორჩა მოვიღოთ, გავწმინდოთ ნეგატივისგან, შავი ნეგატივისგან გავწმინდოთ. თვალებში ახლა როგორ იცით, ან მოგექავებათ, ან რაღაცა
ჩხლეტასავით იქნება, ან უცებ აი დაინახავთ, აი ესე უცებ დაინახავთ, თითქოს აი მოგეხსნებათ რაღაცა, მიხვდით ხო? აი ეგეთი თემა გექნებათ. ეგეთი თემა გექნებათ, მეგობრებო. პირდაპირ აქ თვალი ამოვიდა, ხო გითხარით ვიღაცა გათვალიერებთ, გიყურებთ, მეთქი არა? თვალ-თვალში ხართ, დემონურ თვალ-თვალში. ხო, ეხლა წამოვალ მე. ეხლა გავწმინდოთ ჩვენ აქ ყბები. აი ეს ქვედა ნაწილი, აი ეს ovali, ყბები, ნიკაპი, აი ესე ძალიან რთულად მუშაობს, ჩაირთესან თელო. მაღალო თეთრო ძალებო დამეხმარეთ. ჩემო ანგელოზებო დამეხმარეთ, ნეგატივი ამოვიღო. ყბები, კრიჭა, აი უყურეთ, აი ესე წმინდავ მარცხენა ყბასთან, ყურის ქვეშ. მარჯვენა ყბის დასასრულთან, ყურის ქვეშ. აქ ყელზე წაგეთამაშათ, ჩამოვდივარ ჩაკრასთან. მეხუთე ჩაკრასთან ჩამოვდივარ. აქ ყელს გავწმინდავ. აქ არის მაგიური ეს ყელსაბამი გაქვთ ბევრს გაკეთებული და მობმული გაქვთ, რომ ხო ვთქვი, განვითარება არ გქონდეთ. აი ხა მე ამ ნეგატივს ამოვიღებ, აი ამ მაგიურ ბორკილებს გავარღვევ, გავხსნი მაგიურ ჯაჭვს. წკავ და გაიხსნა. ეხლა მოგეშვებათ. აქ აი დიდი ჯაჭვებით არის დაჭერილი, ბავშვებზე სხვათა შორის. ეხლა გადავდივარ მარცხენა მხარზე გადავდივარ, ჩამოვდივარ იდაყთან. ჩამოვდივარ ხელის მტევნებზე ზემოდან და ეხლა შიგნიდან თითები, ხელის მტევნები მარცხენა. აქ სუშნას ციზის მარცხენა მხარეს ზურგიდან გიზით ჩაგიჯინეს, მუშაობენ წელის ესე იგი გულმკერდის, ზურგიდან გულმკერდის ქვემოდან არის, აქ მუშაობა მიმდინარეობს და მარცხნივ არის ეს სუშნას ციზის. ამოვიღებ მე ამ სუშნას, აი ამ ნეგატივს ამოვიღებ, ამოდი, გადის სხეულიდან, გიბრძანებ. შენ აქ არაფერი არ გესაქმება, საიდანაც მოხვედი, იქ წადი ისევ, გამომგზავნ თან, ამინ. ეხლა ავდივარ ისევ ზემოთ და მარჯვენა ხელი, მარჯვენა მხარე, ყურეთ, მარჯვენა მხარე. ჩამოვდივარ დაბლა, იდაყვი. აქ მირტყმულია იდაყთან, არის მირტყმული, მგონი ან დაზიანებულია რაღაცა და ჩამოვდივარ ხელზე ჩამოვდივარ და ხელის მტევნები, თითები და შიგნიდანაც ხელის გულების ჩაკრა ხო გვაქვს ჩვენ, აქაც ხელის გულების ჩაკრას გავწმინდავ და მარჯვენა ხელის გულების ჩაკრა, ხელები, მარჯვენა ხელი. აქაც ზის, ესე იგი ხელებზეც გაქვთ პორჩა, მაქვს მე რიტუალი ხელის მტევნების გაწმენდა, გაიწმინდეთ, ურტყავს ძალიან და სანთელი გაგიჟდა. ეხლა მე ავედი ისევ ზემოთ და კისერზე წარმოიდგინეთ ენერგეტიკულად უკან კისერზე, ყიფლებანდი რა არის და კეფა ჩაღრმავებული რო გვაქვს უკან, აი იქ ვწმინდავ ნეგატივს, იქ უყვართ ჯადოების ჩაჯენა, წმინდავ ენერგეტიკულად, პრობლემებს ვხსნი, ბლოკებს ვხსნი,
ნახეთ მაგიური ჯაჭვი რო გავხსენი, ყელსაბამი მაგიური შემული რო გქონდათ ცოტა, ეხლა კარგად დაილაპარაკებთ უფრო მსუბუქად, წელში დაგარტყათ, წელში მარცხნივ. იმიტომ აქ სუშნასციზის სპეციალურად არის. აქ შეიძლება შემთხვევითაც აიკიდეთ. არა, აქ არის სპეციალურად ჩაჯენილია ეს პროგრამა. ეხლა ხერხემალს ჩამოვყვები, სანთელი გაგიჟდა ხალხნო, ნახეთ რა არის, რეები ხდება. ნახეთ ხალხნო, რეები ხდება. ეხლა ხერხემალს ჩამოვყვები, მალა კისრიდან ჩამოვყვები ენერგეტიკულად გავწმინდოთ ჩვენი ხერხემალი. ფხები, აი ფხები რო გვაქვს აქეთ იქედან, ჯერ სწორედ ჩამოვყვები, ავყვები ზემოთ ისევ, აი წელთან აქ მარცხენა მხარეს სუშნასცია, ხო ვთქვი წელთან რო წეღარო დაარტყა. ავყვები ისევ ზემოთ. ეხლა აქეთ იქედან ფხები, ნახეთ არ უნდა სანთელს მუშაობა როგორ იხრება. ანუ წვება სანთელი, ეს იმას ნიშნავს, რომ უკან სერიოზული ნეგატივი მიდგას. მე ახლა უფალო დამეხმარე, ანგელოზებო დამიცავი, რომ გავწმინდო. აი სუშნასცი მარცხენა მხარეს წელი, ეს არის უკვე სახსრების დაავადებაც, იმიტომ რომ სუშნასცია სახსრები, ვისაც ძალიან გაწუხებთ. სუშნასცი ამოდი, გაიწმინდე, გადი. მე ამ სუშნასცს ეხლა აი სადაც გავუშვებ იმ ადგილას, სადაც უნდა იყოს. ნახეთ რეები ხდება. არ უნდა წასვლა, მაგრამ მოუწევს. ამოვიდა შედარებით, კი, ამოვიდა. სადაც გეკუთვნოდა, იქ გაგიშვებ. ეს ახალია, აი ამ დღეებშიც არის ნამუშევარი. ძალიან დიდი ნეგატივია. პირდაპირ დაფიქსირდა ესე შავი სუშნასცი ამოვიდა. რაღაცა მიცვალებული, უსულო რაღაცა. ოპა, მიცვალებულზე ხო? აქ საფლავზეც არის ნამუშევარი. ხედავთ ამ ერთ ადგილში რამხელა სუშნასცია, რამხელა რაღაცაა, ხედავთ? ნახეთ რეებს შვება ხალხნო. დღესაც კი მუშაობდნენ. ამოდი, წადი, საიდანაც მოხვედი, იქ წადი. ვინც გამოგგზავნა, ვინც გაგაკეთა და ვინც შეგქმნა. და თუ შემთხვევით აიკიდეთ კიდე, აი იქ იმასაც ხსნი. ეხლა გადავდივარ ისევ ზურგი და მარჯვენა წელის მხარეს წმინდავ, ოქორისთვის მარჯვენა მხარე, მარჯვენა მხარე წმინდავ, მენჯები, წელი. ეხლა კუდუსუნი, აი ეს იცით რა არის, აი ეს ჯვაროსნული, აი უყურეთ ჯვაროსნული, ხო გვაქვს ჩვენ წელზე ჯვაროსნული, ხო? აი უყურეთ აქაც ფულზეა გაკეთებული, დაბლა მიწიერ ჩაკრებზე გზებია ჩაკეტილი, კი არა და გადაკეტილი, მარცხნივ როგორ ურტყავს, ნახეთ როგორ ურტყავს. წადი, აქ არაერთი სუშნასცია, აქ სამი ზის ერთად. ერთი რადიკულიც ურტყავს, შეიძლება დიდი ხანი გაწუხებთ, ეს არის ზოგს შეძენილი, ზოგს პროფესიონალური, ახლა ვინც ზის დიდ ხანს ავტომობილზე და ასე შემდეგ, აქედან გამომდინარეც არის. და ეხლა 1, 2, 3 და მეოთხე დარაჯია. აქ არის რადიკულიძე, სუ ფინანსები, აქ არის მერე წელის სუშნასცი ფინანსური და აქ არის მერე კიდე მესამე სიკვდილზე გაკეთებული მენჯბარძაყის და სახსრების პორჩაა გაკეთებული. ეს ცალკე წმენდაა.
ნახოთ სამყარო რას მეტყვის ჩემი ძალები თუ მეტყვიან რომ ჩავატარო ცალკე ამ სუშნასწების წმენდა ჩავატარებ ავდივარ ეხლა მარცხენა ფეხზე მენჯიდან მარცხენა ფეხზე დედა გაგიჟდა სანთელი არ მაცდის მუშაობას მარცხენა ფეხი დიდი ხანია აქ მარცხენა ფეხი დაზიანებულია აქ არა მარტო პორჩათი მაგრამ პორჩაა ბავშვობიდან თითქმის ბავშვობიდან მირტყავს შეიძლება ეხლა ბევრი წლის ახართ მაგრამ ნახეთ მარცხენა ფეხი თითები მყესები კოჭზეა რაღაცა ოხო ეს არის ჯადო სპეციალური გაკეთებული დედამთილმა გაგიკეთათ მგონი ხალია მოდის დედამთილს მეუნებიან ნახეთ ან დედინაცვალი ფეხზე მარცხენა ტერფი თითები ფრჩხილი ზოგს არ ამოსდის ან აი მიკერებულივითაა რა გინქონია გინდა რა რამხელა ძველი ჯადოა ნახეთ აქ სუშნასწია ხო თქვი მოკლედ მე ენერგეტიკულ წმენდას ვაკეთებ და სუშნასწები ამომყავს ნახეთ ოპა ავდივარ ზემოთ ისევ წელზე მარცხენა მხარეს დაზიანება გაქვთ ზემოდანვე ნახეთ აი უგორ ურტყავს მარცხენა მხარეს ხელზეც კი ურტყავს ნახეთ სუშნასწებია დიდი ხანია მუშაობენ დიდი ხანი გადმოვდივარ მარჯვენა მხარეს ფეხზე მუხლი აქ მუხლს მიჩვენებს აქაც არის სუშნასწი ну რამდენი უყურებთ ამას ხო ზოგს იქ ექნება ზოგს აქ მუხლთან აქ ისე რა მუშაობენ მაგრამ აქაც არ გაკლებენ და თან აქ რამოდენიმე კი სხვადასხვა ადამიანებია მაგრამ ერთიანი დრო თითქოს არჩევენ და მოილაპარაკესო ერთ დროს გარტყავენ მიხვდით ხო ჩამოვდივარ კოჭებთან ქუსლი თითები თქვენი ლამაზი თითების შურს ვიღაცას მამაკაცებსაც ხო აქვთ ლამაზი თითები აქ პირდაპირ გადაკეტილია გზებია ჩაკეტილი მეგობრებო პირდაპირ ერთი წუთით ფორთოჩკა გამოვაღო თორე ეს სუშნასწები მე აქ არ მჭირდება უნდა გავიდეს და ნახეთ მწვანე სანთელიც როგორ ტირის უყურეთ ჩამოვიდა ნახეთ როგორ ტირის ოპა კარგია ეს კარგი გაიწმინდოს ნახეთ აი სუშნასწები ჩამოვიდა კარგით ერთი წუთით მე აქ გავუშვებ სადაც საჭიროა ხედავთ რა ხდება დაბლა ჩაკრებზე ფული აი აქედან ამოვიღებ მე ახლა აი ამ ლავუშკას რო გითხარით წეღან რაც არის გადავიტან აი აქ და ეხა თვითონ იყვნენ ლავუშკაში გამოჭერილები ხაფანგი ხო აი ხაფანგი ხო ეხლა მეგობრებო მე ისევ ზემოდან ავდივარ ქვემოდან ავდივარ ფეხები ხო ჩაკეტილი იყო ენერგეტიკულად და ჩამოვდივარ ესე იგი წინა მხარეს წინა მხრები წეღან უკნიდან წმინდავდი წინა მხრები ხელებზე ჩამოვდივარ ჩამოვდივარ ეს მარცხენა მხარზე არ ტყავს აქ მარჯვენა მხარეს მიჩვენებს რომ სუშნასწი იჯდა ეტყობა გაწმენდის მერე წავიდა და ბოლომდე არ ახართ ნამუშევარი კარგად და კიდე ახალი შექმნეს და კიდე დაგიგროვეს აქეთ ეხა ჩამოვდივარ აი საყალაპავ მილთან ყელში
აი აქ კაცებშიც, ქალებშიც, აქ სიგარეტს ნუ ვინც ეწევა და ეს აქ პირდაპირ ის არის გაკეთდა, ესე იგი მიზანმიმართულად გებრძვიან, ნუ ყელის ჩაკრასთან. ჩამოვდივარ ახლა მუცელთან დაარტყა, ხედავთ? ჩამოვდივარ, ესე იგი გული გავიწმინდოთ, გული, წინ მკერდი, მეორე მკერდი, კუჭის თავი ენერგეტიკულად ამოვწმინდოთ. ეხლა ახალ წლებზე ბევრი დალიეს, ბევრი შეჭამეს, ხო? იქ ნაბახუსეობა, ენერგეტიკული რეჟიმი დარღვეული იყო და ნახეთ რა ნეგატივია. აქ მოწამვლაც არის ახალ წლებზე მიჩვენებს, ვიღაცა მოიწამლა. ჩამოვდივარ მუცელი, მთლიანი მუცელი, ჯერ შიგნით ნაწლავები გავწმინდოთ, ნაწლავები, ესე გველისებური, ხო? გველისებური ნაწლავი, ხო, გველისებურია და მარჯვენა მხარეს დაარტყა. მარჯვენა მხარეს. ეხლა როგორ იცით, ფსკერი, კედლები, მუცლის კედლები, აი ეს წვარო იცის, აი იჟოგას რო იცახიან, აი ეს ცეცხლოვანი წვა. არის ცეცხლოვანი წვა, უყურეთ. აქ ჯადოა, სპეციალურად ნამუშევარია. აი გაუმაძღრობა, ეგეთი რაღაცა. აქ არის აპოიაკორმი პორჩა, რო აჭმევენ სპეციალურად დამზადებულს და რო ასმევენ. აი ეგ პორჩა დაფიქსირდა. ეხა ენერგეტიკულად მე ჩამოვდივარ დაბლა პატარა მუცელზე, ქალებშიც და კაცებშიც. ქამარს რო ვიკრავთ, კაცები, ქალები ჩარვალს ვინც ვატარებთ. თუნდაც კაბას რო ხო ხდებით, რა პლავკებს რო ვიცმევთ, სანთელი გაგიჟდა. მაგრამ აქ აი პირდაპირ სუშნასი დაფიქსირდა რა, თითქოს ადამიანის სახეა, დემონია, ეს არის დემონი ხალხნო. ნახეთ და ეხლა მარჯვენა მხარეს, ესე იგი, ქალებში ჯერ წმინდა საკვერცხეს, მარჯვენა მხარეს საკვერცხე. სხვათა შორის ვიტყვი, რომ აქ არ შეიძლება ნაბახუსებზე და ნასვამ მდგომარეობაში ქალის და კაცის ურთიერთობა არ შეიძლება. აი ამ დროს შეიძლება ძალიან ხშირი მომენტია, რომ გადაიკიდო კაცმა ქალიდან, ქალმა კაციდან აი ეს ნეგატივი. გავყვები მუცლის ხაზს, აქ არ ვიცი, ხა შეიძლება ქალებში აქ ისიც არის რა, აქაც მიჩვენა ქალებში მშობიარობის დროს გაჭრა არის აქაც გაჭრილია და აი უყურეთ მარცხენა საკვერცხე გავწმინდოთ. ეხლა ჩვენი ქალებს ორგანო მეორე ჩაკრა და პირველ ჩაკრასთან ისევ. ამოიწმინდოს პირველი ჩაკრა. ნუ ნახეთ, აქ მაგიური დარტყმებია, ხო თქვი, ესე იგი კიდე ურტყავს და ურტყავს. აქ ბლოკებია, აქ რუნებზეა ნამუშევარი. ნახეთ. კუკლა ვუდუ, ვოლტი, ფოტოები, ვისაც რა არ დაეზარა. ისეთი მონდომებით ვმუშაობ, რომ სანთელი მომეღუნა ხელში. არ ვიშურებ თქვენთვის არაფერს, ჩემო გოგოებო. ხო, მარცხენა მხარე. აქ, აქ საშვილოსნოც არა აქვს ბევრს. ხო, ეხლა მუცლიდან ავედი და მამაკაცების ორგანოს გავწმინდოთ ენერგეტიკულად.
დაბლაც გავწმინდოთ. ნუ აქ პრივაროტებია, საშინელი პრივაროტებია. ოჰოჰო. აქ მიბმა მიცვალებულზე პრივაროტები ქალებში სხვათა შორის. და აქ არის საფლავის მაგია. ნახეთ კიდე რა ხელას უშნასი გიტარასავით ამოვიდა. ოჰოჰო, თავბრუთ ამეხვა. სერიოზული თემებში ხართ, გოგოებო, ბიჭებო. ეს ხა იმდენად დაგეხმარებათ, აი როცა არ გინდათ ჩართოთ ეს მარტო საახალწლოდ კი არა ხალხნო, როცა არ გინდათ. მე მაგ მან ლოცვები ბარბარეს, წმინდა ბარბარე ნიკოლოზ და ამ შემდეგ ხალხო ჩართეთ და მოიხმარეთ. აუცილებელი მეუბნებიან, აი ძველი დადებული რა საიდან მოიტანეთ? ვერ გავიგე, აი ეგ კითხვა რომ მისმევთ ხოლმე ხა, ვინც დამისვა, ხო, იცის? რამოდენიმემ რომ რაც ძველია რიტუალი უფრო მეტად მაგრად მუშაობს, რომ მეტი დატვირთვა აქვს. ახლებიც ხომ მუშაობს და მუშაობს. ჩემი რიტუალები ყოველთვის მუშაობს, როცა არ გინდათ ჩართოთ და რამდენსაც გაუძლებს თქვენი ენერგეტიკა, ისევ ჩემი რიტუალები უნდა უყუროთ, მიხვდით? მე ხდება ასე. ნინი, აი მე ესე ვიყურე და ცოტა ხანი კარგად ვიყავი და მე აი ესე რაღაც უაზრობა დამეწყო, ისევ ცუდად ესე და ისე. მე კითხვები დავსვი მე ეხა გაიგებს გამგონი. ეს ადამიანები რამოდენიმე და თქვენც გაითვალისწინეთ ძველო და ახალო გამომწერებო. გამოიწერეთ არხი, იმიტომ რომ არ რეზონირდება, ვისაც არ აქვს გამოწერილი. ვინც გამოიწერს და მერე პაკადასვიდანია და გაიწმინდება, ბუმერანგი წამოგივათ უკან. თქვენ ვის ატყუებთ? მაღალ ძალებს ატყუებთ? ხო ხდებით? უარესად მოგხმარდებათ ეს თეთრი ძალები. თეთრი ძალები არ გააბრაზოთ, თორე შავს ჩამოიხევს უკან რო იცოდეთ რა. მიხვდით? მე ყოველ შემთხვევაში. ხო და ანუ ეხლა არიან ადამიანები, რომ აი ყველგან არიან, იქ TikTok-ში უყურებენ რაღაცას, იქ იმას უყურებენ, აი იმიტომ რომ უფრო რამოდენიმე წუთია და დროს არ დაკარგავს. გაწმენდა და თუ გინდათ და მდგომარეობიდან გამოსვლა და სიცოცხლის შენარჩუნება, ფულის შენარჩუნება, თქვენი ახლობების სიყვარულის, რამდენი ხანიც არ უნდა იყოს დასჭირდეს რიტუალს, არსად არ უნდა გეჩქარებოდეთ. თუ ისე რა უყურეთ, ხო, არ იმოქმედებს, უნდა დაჯდეთ და მთლიანად უნდა იყოთ რიტუალში. ისე არ იმოქმედებს. აი ხედავთ რეები ხდება, მაგრამ გაბრაზდა უკვე ენერგეტიკები. იმიტომ რომ მართალს ვამბობ, იმიტომ რომ არიან ესეთი ხალხიც და იქაც უყურე, აქაც უყურე, ნინიას რიტუალებსაც უყურე, ეს იცით რა გამოგდით? ვიზძე და ნიგძე, ანუ ყველგან და თან არსად. მიხვდით ხო? იმიტომ რომ ძალებს ჭრით, თქვენ ძალებს ჭრით ხალხნო, ეს როგორ შეიძლება, ეს რაღაცა მეორედ არ გააკეთოთ. აი ეს გაითვალისწინეთ. მე თქვენთვის ვამბობ თორე. მე რა, სადაც გინდათ უყურეთ. მერე იქედან თქვენ რა იცით ის ვინა ფასადი აქვს ლამაზი და ტკბილად ლაპარაკობს თორე თქვენ ხო არ იცით რომ ის იმ წუთას თქვენ ენერგიებს იპარავს იქ და გეუბნებათ რომ თქვენია აი რუნაზეც ეს დახატეთ და იქნება ჩემი გაწმენდის მერე ის რუნა დაიხატე და იმან უკან წაგიყვანა ეს ყველაფერი მე ხო არა ვარ დამნაშავეა რა ღმერთო და გაიფუჭე საქმე მიხვდი რა არის აქ გაიფუჭე საქმე აი ეგ თემაა სხვა კი არაფერი არ არის ასე რომ ვისაც გინდათ ცხოვრება გამოისწოროთ იყავით ერთ ძალასთან თუ არა და მაშინ თქვენ თავს დააბრალეთ რომ ან რაღაცა უარესად გამოგივიდათ და ან რაღაცა უკან მოგიბრუნდათ აი ეგ არის ყველაფერი სხვა კი არაფერი აი ეგ არის მიზეზი რომ თან ყველგან ხართ თან არსად ხართ აი ეგ გამოგივიდათ რა იმიტომ რომ ძალებს ჭრით თქვენ თვითონვე ინეგატივებთ და იბლოკავთ თქვენს იფუჭებთ აი ამ ცოტა გამოსწორებულ საქმეს გოგოებო ბიჭებო ეს დაიმახსოვრეთ ეხლა მე ამით თლიან წმენდას კიდე გავაკეთებ და ბუმერანგს გავუშვებ აქ
ნახეთ, სანთელიც ისეთი გამოდგა, რომ ფითილია დამალული. ნუ, ადვილად ეხლა მაგიაში არაფერი არ არის. აი ესეც ეს არის, რა ქვია, ესე. აი ეს სანთელი მუშაობს, გადასარევად მუშაობს, გადასარევად ჩამოდის. ყოჩახ, რამხელა, აი ორგანოები და ასე შემდეგ დაფიქსირდა, რაც გავწმინდე, მიხვდით ხო? მაგრამ ესეც ძალიან აალებად იმეებს უშვებს. ნახეთ როგორ ისწრის. ნუ აქ საშინელებაა ამაში, ეხლა არის საშინელება, უბრალოდ ნახეთ რეიბია ხალხო, ხედავთ? ოპა, აი ესა, ეს ამოიწმინდა ყველაფერი. ამოიწმინდა. მეც მომეშვა, საშინელი სიტუაციაა. ნუ კვერცხი აქ, კვერცხი რა. კვერცხზეც არის ბევრი რაღაცა გაკეთებული. ეხლა მთლიან სხეულზე, აი აქ რაც დაიხატა ხო, ფორმა ადამიანის, რო ვიმუშავე. აი ესე ჩამოვყვები მე, ჯერ მარჯვნიდან მოვყვები, მთლიან ენერგეტიკას, მიხვდით ხო? აქ ეხლა ჩვენ გავიწმინდებით, მეგობრებო, შავი ნეგატივისგან, მაგიური დარტყმებისგან, სავსე მთვარეზე, ახალ მთვარეზე, დაბნელებაზე, მოზარდზე, წითელ ლურჯ შავ მთვარეზე, მგლის მთვარეზე, ლილიტზე. აი ამ ყველაფერზე ნამუშევარს მე ახლა აი აქ წმინდავ. ჩვენ ენერგეტიკაზე ესე წმინდავ. წმინდავ, აი ესე გავწმინდოთ. ეხლა შეიძლება თაბრუთ აგიხვათ და არ შეგეშინდეთ, მეგობრებო. გავწმინდო ყველაფერი ნეგატივი, რაც იყო შემუშავებული. შავი წიგნებიდან წაკითხული, რაც იყო საფლავებზე ნამუშევარი ჩვენზე, რაც იყო რუნებზე ნამუშევარი, რაც იყო ტყეში გზაჯვარედინზე, 3 გზის ჯვარედინზე, 2 ჯვარედინზე, კიბეებზე, საფეხურებზე, ნაფეხურებზე, კვალზე, პატკლატები, ნაჭამი, ნასვამი, ჯადოები, თვალი, შური, ცნობადი და არაცნობადი მტრებისგან, ნახული და არნახული მტრებისგან, სახელით და უსახელო მტრებისგან, სისხლით ნათესავი და არასისხლით ნათესავი მტრებისგან გაკეთებული, დამალული და ფარული და ნახული. აი მე მასკას რომ მოიხსნიან, აი ესეთი მტრებისგან გაკეთებული, რაც იყო და რაც არის დღემდე. რომ აი აქ შევკრავთ ახლა ჩვენ, მე ნინია, უფლის დახმარებით, ჩემი წინაპრების დახმარებით, ანგელოზების დახმარებით, ვინც მე მოვიხმე აქ. ნუ თეთრი ძალები, დღეს თეთრ ძალებზე ვმუშაობთ და აბსოლუტურად წმინდა ნიკოლოზის სასწაულმოქმედის დახმარებით, ბარბარე უკან გვიდგას, არხანგელ მიხაელი და გაბრიელი უკან გვიდგას. ჩემი ანგელოზები და თქვენი ანგელოზებს მოუხმეთ ანგელოზს რომ დაგეხმარონ, თორე არ დაგეხმარებიან, უფლება არ აქვს მაგათ რომ დაგეხმარონ. უბრალოდ შეიძლება თქვენი გასაჭირი ესმით, გიყურებენ, თქვენთან ერთად ტირიან, მაგრამ თუ არ მოიხმო, ყოველდღე უნდა მოიხმო ანგელოზი რომ დაგეხმაროს
გაგანთავისუფლოს მტრებისგან, დაგიცვას შენი შვილები, მოყრები და ასე შემდეგ. ნახეთ რა ხდება. ზემოთ კიდე არ ჩანს რეები ხდება. ჩემი ახალი უბორკა ჩატარებული ჭერი. ოხოხო რა სიშავე მაქვს ზემოთ, ძალიან მაგარი. ხო, აი ეს გაკეთებული მოკლედ, მეზობლები, ნახეთ არ დაჭდა სანთელი, ხო? თქვი არა დღეს ძალიან ჭიდაობენ. ძალიან ჭიდაობენ. ძალიან ჭიდაობენ. ნუ ეხლა ფინანსებზე აქ ხშირად ძირითადად კეთდება ფინანსებზე. შური რა არის ფინანსები, როგორიათ რომ თქვენ გამდიდრდით, თქვენ არ გეკუთვნით ეს და იმას ეკუთვნის, ეს კოპირება როა გაკეთებული, კოპირებაზე ჯადოები, რო ამხანაგობდი ადამიანთან, ქალთან, კაცთან არა აქვს მნიშვნელობა და რომ ესე იგი მე ხა ამას რასაც ვლაპარაკობ წმინდა და ავტომატურად უკან უბრუნდება გამომგზავს, გამკეთებელს, გამომგზავს და შემკვეთს რა თქმა უნდა. და მის ოჯახის წევრებს, ისეთ უფალს თხოვ, რომ სამართალი აღადგინოს და აი ძალიან მაგრად დასაჯოს ჩემი და თქვენი მტრები რა. აი სამართლიანად, აი სამსჯავროზე, უფლის სამსჯავროზე რო დასაჯოს, აი ესე რა. ძალიან რო დაისაჯონ, იმიტომ რომ მე არ გერჩი, რატომ ერჩი შენ, ხო? და არიცი რომ მეორე ლოყას არ მოგიშვერ და გაგანადგურებ და დაგამიწებ, აი ამით ეხა აქ რაც ხდება, ხო? საშინელებები. ეს არის შენი გაკეთებული და უკან გიბრუნებ უკან. მეც არაფერს არ გიშვრები მე და ჩვენ მე და ჩემ გამომწერებს არ გვინდა ეს მტრების გამოგზავნილი შავი ნეგატივი. აბა ეხა როგორია გადაამუშავეთ. იმიტომ არ მოგწონთ, ხო? იმიტომ არ მოგწონთ. აი ეს დრო ვერ მოერევით, ვერ გაუძლებთ. ესე იგი გაიგეთ რა არის ტკივილი, ეხა გაიგებთ რა არის უფულობა, უსიყვარულობა, მარტოობა, ბედის ჩაკეტვა, გზების ჩაკეტვა, გადაკეტვა, გადმოკეტვა. ესე იგი აქ მე ხო ეხა ვიტყვი უკვე რომ ბოლოში გავდივარ, რომ აქ არის ესე იგი რომ ისეთ რაღაცებს აკეთებენ თან ბესებზე, სულშნასწებზე, პირდაპირ ისეთი ლარვებია, ინკუბები, სუკუბები, რო ვერ ამოისუნთქო ადამიანმა, მიხვდი? და მარტო რო დარჩე და წყალიც რო ვერ მოგაწოდონ, მიხვდი? აი რო ვერ ადგე ლოგინიდან ისეთ რაღაცებია გაკეთებული. აქ არის სერიოზული დარღვეული მაგიის წესები. აქ არის აი არ ვიცი რა, რაც კი რამე არსებობს და არ არსებობს ასტრალში, არა ასტრალში, კოსმოსში, მიწაში, ჰაერში, ყველანაირ სტიქიაზეა ნამუშევარი და ყველაფერზეა ნამუშევარი. აი ამ ყველაფერს ეხა მე ნინია თეთრი მაგი უფლის დახმარებით, ვინც მე ძალები მომცა, რომ ხალხს დავეხმარო, აი ამ ყველაფერს ჩემი დასვენებული ენერგიებით, ხო, კარგი ახალი წელი გავატაროთ ყველამ ხალხო. და აი ამ ენერგიებით უკან გიბრუნებ ჩემსა და ჩემი კეთილსინდისიერი გამომწერების მტრებს. არა აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, ვინ გააკეთე, ვის შეუკვეთე. ტყუილად ხარჯავთ ფულებს ხალხო, ტყუილად ხარჯავთ, მაინც არაფერი არ გამოგდით. ეს ყველაფერი ეხლა ღმერთს ვთხოვ ისე დასაჯოს, რომ ჯერ თვითონ კი არაფერი მოუვიდეს. თავის შვილებს, იმიტომ რომ ჩვენ შვილებს სიკვდილზე უკეთებენ წარუმატებლობაზე, უკვე ჯანმრთელობაზე და ფულზე არ არის აქ ლაპარაკი. აქ გადავიდნენ, ესე იგი ისე აი მართლა რომ არა ხალხი, არა ადამიანები, უღმერთოები რა, რომ ესე იგი პირდაპირ სიკვდილზე აკეთებენ, მიხვდით და ეხა ჩვენ რა ვალდებულები ვართ, რომ შევიცოდოთ ესეთი ადამიანები, ხო? ღმერთს ვთხოვ, რომ პირდაპირ შვილებზე დაარტყი, პირდაპირ მის პატარა და თუნდაც ახალ დაბადებულ შვილებზე დაარტყი. მომისმინეთ ეხლა მე აქ კარგ გამგონს, კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა.
ვისაც ჯერ ეს პრობლემა არ გაქვთ, ღმერთმა არ მოგცეთ, ხო და არიან ჩემი გამომწერები, ვისაც ეს დიდი პრობლემა შეუქმნეს და მე ამასთან ბრძოლა მიწევს, რომ ეს ხალხი მოვიყვანო მე ვინც მე მენდობა და მადლობთ ნდობისთვის და გამოცდილი გაქვთ ჩემი ენერგიები, რომ გამოცოცხლდით ხალხო, მკვდრები გაცოცხლდით სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ხო? პირდაპირ იმეებით, არაპირდაპირ რიტუალებით ჩამიძალებით და პირდაპირ რიწმენდებითაც, ხო? საიდანაც მოვიდა იქ წავიდეს, საიდანაც მოვიდა იქ წავიდეს, საიდანაც მოვიდა იქ წავიდეს. და მერე რომ ჩაქცხებენ აი ამ ოჯახის წევრებზე, ხო, აი ამ პატარებზე, ხო, მერე ნახეთ თქვენ რეები დაგემართებათ, თავები დაგიხოციათ, ამინ. ნახეთ როგორ გველივით დადგა. აი ეს ჩაგაქრობ მტერო. ამინ. მე ამას უთქვენოდ დავამთავრებ, მეგობრებო. ნუ აი ნახეთ რა. უბრალოდ ამას მე ხელში აღარ ავიღებ, ძალიან საშინელებაა. მიხდით ხო? აი. ნახეთ რეებია. საშინელი რაღაცეებია უყურეთ რა. უბრალოდ უკან თუ ამობრუნდება, ნახოთ აბა, ისე შეგახედოთ. ოპა, ნახეთ უკან. ხედავთ? ხედავთ რა საშინელი რაღაცეებია? უყურეთ უკან. ნახეთ. აი ეს ამოგაცალათ ნინია. აი ეს საშინელი რაღაცეები. უყურეთ. რქებს ხედავთ, დაბლა რქებს. ოპა, ტყე, საფლავები და დემონები და ასე შემდეგ. რაც ვილაპარაკე, აი ზუსტად ისე გაკეთდა, აი ზუსტად ისე გაკეთდა. ეხა რაშია საქმე? 9 ლარია ამაზე გამოსასყიდი, ენერგეტიკული გაცვლა და წინა რიტუალზე მე რო 2005-ში ჩავატარე, ერთი კვირის წინ მგონი, 12 ლარია გამოსასყიდი. ხალხო, კომენტარი წაიკითხეთ, კომენტარებშიც ვწერ ხოლმე, ჩაყევით. პირველ კომენტარში მიწერია, რომ გამოსასყიდი 12 ლარია და არის გამოსასყიდი 12 ლარი. აქ 9 ლარია. აქ ერთხელ შეგიძლიათ თვეში ამას უყუროთ, რამდენჯერაც გინდათ უყურეთ. აი ამას დღეები არ უნდა. ეს არის უბრალოდ ენერგეტიკული გაწმენდა, მიხვდით ხო? მთელი წელი გაყვებათ რა. ვიზეც გინდათ, ოღონდ ცალკე რო უყუროთ, ცალკე გამოსასყიდია. თქვენ შვილზეც რო უყუროთ, ის ცალკე გამოსასყიდია, იმიტომ რომ ის ცალკე ადამიანია. ესე იგი, სანთელი ნახეთ რა დღეშია რა. საშინლად იმაშვრება რა, საშინლად. მოკლედ, არ გემშვიდობებით, დროებით, მომავალ შეხვედრამდე თქვენთან იყო ნინია.